რაც ცვლილებები შევიდა გერმანიის კონსტიტუციაში, რყევები ამერიკის ეკონომიკაში, შეშლილი მსოფლიო. ვინ არის კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი? ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. გერმანიის სახელმწიფო ვალის გაზრდასთან დაკავშირებით ბუნდესტაგმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყნის კონსტიტუციაში გაწერილია ვალის დამუხრუჭების წესი, რომლის მიხედვით სახელმწიფო შეუძლია დახარჯოს მხოლოდ იმდენი ფული, რამდენსაც გამოიმუშავებს და მას არ აქვს უფლება შიდა ვალი აიღოს. ეს კანონი გერმანიის კონსტიტუციაში 2009 წელს გაიწერა, როცა დასავლეთს ფინანსური კრიზისი ახალი გადატანილი ჰქონდა. გერმანიის მაშინდელმა მთავრობამ და პარლამენტმა სწორედ იმ კრიზისის გათვალისწინებით გაწერა კონსტიტუციაში შიდა ვალის მუხრუჭის კანონი, რომლის მიხედვით გერმანიის 16-ვე ფედერალურ მიწას ვალის აღება ეკრძალებოდა. მხოლოდ ფედერალურ მთავრობას ჰქონდა ვალის აღების უფლება. მაქსიმუმ მთლიანი შიდა პროდუქტის 0.35%. ეს თანხა ძალიან ცოტა იყო მომავალი პროგრამების განხორციელებისთვის, მაგრამ გერმანია, როგორც ხელმომჭირნე ქვეყანა, ამ წესს გულმოდგინედ იცავდა. გერმანიის წინა სამი პარტიიდან შემდგარი კოალიცია სწორედ ამ მუხრუჭის გამო დაიშალა. მორიგება ვერ შედგა მათ შორის. მწვანეები ითხოვდნენ მეტ ფინანსებს ეკოლოგიისთვის, სოციალ-დემოკრატები თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას და ლიბერალები ინვესტიციებს ეკონომიკაში. უკრაინის ომმა და ამერიკის სათავეში ტრამპის მოსვლამ ევროპა დიდი დილემის წინაშე დააყენა. ან უნდა გააძლიეროს საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, ან დარჩეს გეოპოლიტიკურად სუსტი. ამიტომ ევროპის მოწინავე ქვეყნებმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იტალიამ გადაწყვიტა ევროპის უსაფრთხოებისთვის მეტი გააკეთოს, რაც ცხადია დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა და მომავალმა ბუნდესკანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ქვეყანასა და პოლიტიკოსებს მთავრობას კონსტიტუციიდან ვალის მუხრუჭის ამოღება და დიდი შიდა ვალის აღება შესთავაზა, რაც გააძლიერებს თავდაცვას. რა თქმა უნდა, კონსტიტუციის შეცვლა მარტივი საქმე არ არის. გერმანული კანონმდებლობით ცვლილებას პარლამენტის 2/3-მა უნდა დაუჭიროს მხარი, რაც ურთულესი საქმეა. პირველ რიგში ქრისტიან დემოკრატებს სოციალ-დემოკრატებისა და მწვანეების მხარდაჭერა სჭირდებოდათ, მაგრამ ახალი მოწვევის პარლამენტში ეს ძალები ხმების 2/3-ს ვერ აგროვებენ. ამიტომ გადაწყდა კონსტიტუცია ძველი მოწვევის პარლამენტით შეცვალონ, რის უფლებას გარანტირებულია, რადგან პარლამენტს ვადა 25 მარტს ეწურება. ფრიდრიხ მერცმა მთელი თავისი ძალისხმევით დაიწყო ამ თემაზე აქტიური მოლაპარაკებები. სოციალ-დემოკრატები მერცის გეგმას ადვილად დათანხმდნენ. მწვანეებმა კი დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ბოლოს მოინახა კომპრომისი. ახალი მთავრობა ეკოლოგიაშიც დახარჯავს დიდ ფინანსებს. კონსტიტუციის შეცვლის აქტიური მოწინააღმდეგეები იყვნენ ულტრამემარჯვენეები და მემარცხენეთა პარტია. ორივე პარტიამ სასწრაფოდ შეიტანა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ სასამართლომ მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა. მერცი და მისი მომხრეები კი აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ თავიანთი ბანაკიდან არც ერთ დეპუტატს ამ კანონის გაუქმებაზე უარი არ ეთქვა. დაი შედგა კენჭისყრა. 513 დეპუტატმა ხმა ცვლილებებს მისცა. 207 კი წინააღმდეგი იყო. ასე და ამგვარად კონსტიტუციიდან ვალის აღების მუხრუჭი ამოიღეს. მერცმა კი ასეთი გეგმა გაახმოვანა. სამი პარტიის მოლაპარაკების გზით მიიღეს გერმანიის მოდერნიზაციის გეგმა. გერმანიის მთავრობა იღებს 500 მილიარდი ევროს ოდენობის ვალს, რომელიც ინფრასტრუქტურის, ეკოლოგიისა და ეკონომიკის
გასაჯანსაღებელ პროგრამებს უნდა მოხმარდეს. ცალკე შეიქმნება თავდაცვისა და უსაფრთხოების ფონდი, რომელიც თავდაცვას, დაზვერვასა და უსაფრთხოების სხვა სტრუქტურებს დააფინანსებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის თავდაცვის ფონდი არაა შეზღუდული, ანუ მომავალი მთავრობა გადაწყვეტს, რამდენი უნდა დახარჯოს. თავდაცვის ფონდიდან ასევე გაიცემა უკრაინისთვის დახმარება. ამ ეტაპზე გერმანია უკრაინას 11 მილიარდი ევროთი დაეხმარება. მთელი ევროპა მიესალმა მერცის ამ გადაწყვეტილებას. გერმანია სამხედრო ძალებითა და სამხედრო ტექნიკით მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა და მისი პასიურობა ევროპისთვის ამ მძიმე დროს ყოვლად დაუშვებელია. გერმანიის მასმედიამ განაცხადა, მართლაც ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ, რადგან მთელი ევროპა გერმანიისგან არა განიარაღებას, არამედ შეიარაღებას ითხოვსო. მართლა უცნაურია. საფონდო ბირჟა მსოფლიო ეკონომიკის ბარომეტრია, რომელიც ყოველგვარ ფინანსურ ცვლილებაზე მყისიერად რეაგირებს. 2022 წლის შემდეგ 10 მარტი ამერიკულ საფონდო ბირჟებზე უმძიმესი დღე აღმოჩნდა, როცა სავაჭრო ინდექსმა 3%-იანი ვადნა განიცადა და შედეგად ბევრმა კომპანიამ და ბიზნესმა დიდი ფული დაკარგა. მაგალითად, ტესლას აქციები 15%-ით დაეცა. ეს 2020 წლის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა, რაც მსოფლიოს უმდიდრეს კაცს ილონ მასკს თითქმის 23 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ამაზონის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა 4,3 მილიარდი და მეტას მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა 9,5 მილიარდი დოლარი დაკარგა. ასევე შემცირდა მრავალი სხვა მთავარი მოთამაშის ქონება. აქციების ვარდნის მიზეზი ტრამპის ქაოსური ეკონომიკური პოლიტიკა აღმოჩნდა. შარშან ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამერიკის საფონდო ბირჟები ბრწყინვალე შედეგებს აჩვენებდა. ტრამპის მოსვლას უოლ-სტრიტი დიდი სიხარულით შეხვდა. იმედოვნებდა რა, რომ ტრამპი მისი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაწყებულ ეკონომიკურ პოლიტიკას განაგრძობდა. მაშინ ტრამპი მოქმედებდა არა როგორც რადიკალური პოპულისტი, არამედ როგორც კლასიკური კონსერვატორი, ანუ გადასახადები დასწია და ეკონომიკის დერეგულაცია მოახერხა. ტარიფების დაწესებაც დაიწყო, მაგრამ ცვლილებები დიდ სატარიფო ომში არ გადაზრდილა. მეორე საპრეზიდენტო ვადაში სრულიად განსხვავებული ტრამპი მივიღეთ, რომელიც რადიკალურ ეკონომიკურ ღონისძიებებს ატარებს. როგორც ჩანს, ტრამპს სურს მაგას Make America Great Again ეკონომიკური პროგრამა ბოლომდე განახორციელოს, რომელიც უკვე დავიწყებულ მერკანტილიზმსა და პროტექციონიზმს ეღრდნობა. მოგეხსენებათ, მერკანტილიზმი მე-16-მე-18 საუკუნეების მთავარი ეკონომიკური თეორია იყო, რომლის მიხედვით მთავრობები ტარიფებს იმპორტზე იმისთვის აწესებდნენ, რომ დადებითი სავაჭრო სალდო შეენარჩუნებინათ, ანუ თავად გაეყიდათ უფრო მეტი საქონელი ან მომსახურება სხვა ქვეყანაში, ვიდრე ეყიდათ. ეს კი ეფუძნებოდა რწმენას, რომ სამყაროს ოქროსა და ვერცხლის სახით შეზღუდული სიმდიდრე ჰქონდა და რომ ერებს ოქროს მარაგის შევსება სხვა ქვეყნების ხარჯზე სჭირდებოდათ. სწორედ ამიტომ ცდილობდნენ ხაზინაში საქონლისა და მომსახურების გაყიდვით, რაც შეიძლება მეტი ოქრო და ვერცხლი დაეგროვებინათ. მათი აზრით, ეს ერის გამდიდრების ყველაზე რაციონალური გზა იყო. პროტექციონიზმი კი მთავრობის პოლიტიკას გულისხმობს, რომელიც შიდა ინდუსტრიების დასახმარებლად საერთაშორისო ვაჭრობას ზღუდავს. პროტექციონისტული პოლიტიკა, როგორც წესი, შიდა ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება, მაგრამ მისი მიზეზი ასევე შეიძლება უსაფრთხოებასთან ან პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები იყოს. ეს ორივე პოლიტიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქოს ისტორიას ჩაბარდა, რადგან მსოფლიო სავაჭრო ბაზრები ნელ-ნელა გაიხსნა. ღია სავაჭრო ბაზარზე მერკანტილიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა არ მოქმედებს.
ყოველ შემთხვევაში სწორედ ამას გადაგებდა ხოლმე დასავლეთი, კერძოდ ამერიკა. გლობალიზაციამ მსოფლიოს ბაზარები გახსნა, რითაც ჩინეთის ლიდერობით აზიის ქვეყნებმა დიდი მოგება ნახა. დასავლეთმა კი წინსვლა მეტნაკლებად შეაჩერა. ახლა ტრამპი დროის ბორბლის უკან დატრიალებას ლამობს, რომ ამერიკა ისევ პირველ ადგილზე იყოს. ეს კი ურთულესი ზოგი ეკონომისტის აზრით მიუღწეველი მიზანია. ტრამპს რომ ამერიკის ეკონომიკის გარდაქმნა სურს, ამას არც თვითონ და არც მისი მრჩეველი ილონ მასკი არ მალავენ. ტრამპმა ეს აზრი ზუსტად 9 მარტს გაახმოვანა და მეორე დღეს საფონდო ბირჟამ მის სიტყვებზე რეაგირება მოახდინა. მასკი მხარს უჭერს ტრამპის ფინანსურ ეკონომიკურ პოლიტიკას. აღნიშნავს რა, რომ ახალი პოლიტიკის მიზანია ამერიკის ეკონომიკისთვის მოკლე ვადიანი ზიანის მიყენება, მათ შორის რამდენიმე ბაზრის კრახი, რათა შემდეგ ქვეყნის ეკონომიკა ჯანსაღ საფუძველზე განვითარდეს. ასევე ტრამპის რადიკალური ეკონომიკური პოლიტიკის მიზანი ამერიკის ეროვნული ვალის შემცირებაა, რომელიც 26 ტრილიონ დოლარს გადასცა უკვე. ამერიკაში ტრამპის იდეები აქციების გაუფასურებისა და ფასების ზრდის გამო ნელ-ნელა პოპულარობას კარგავს. შეძლებს თუ ვერა ტრამპი და მისი გუნდი ამერიკის ეკონომიკის ახალ რელსებზე გადაყვანას, ამას მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს. მსოფლიო რადიკალიზმმა მოიცვა. ფასეულობები აირია. ზოგად საკაცობრიო იდეალები გადასხვაფერდა და ის რაც აქამდე ნორმად ითვლებოდა, ახლა კრიტიკის საგნად იქცა. ბევრ ჩვენგანს ეხსოვება, რომ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ერთმა გახმაურებულმა ამერიკულმა კინოკომედიამ საბჭოთა კავშირში შემოაღწია. ეს შეშლილი მსოფლიო. უკეთესად ვერ აღწერ დღევანდელ სამყაროს. ამ რამდენიმე წლის წინ დისნეის კინოკომპანიამ უოლტ დისნეის უპოპულარესი მულტფილმის ფიფქიას და 7 ჯუჯას მხატვრულ ფილმად რეპროდუცირება გადაწყვიტა, მაგრამ გადაღების პირველივე დღეებიდან დიდი სკანდალი აგორდა. საქმე იმაში გახდათ, რომ ამერიკაში ბევრს ფიფქიას როლის შემსრულებელი არ მოეწონა. კინოკომპანიის გადაწყვეტილებით ფიფქიას როლზე 24 წლის ამერიკელი მსახიობი რეიჩელ ზეგლერი დაამტკიცეს. რეიჩელს ლათინურ ამერიკული გენები აქვს და შესაბამისად ამ გენისთვის ბუნებრივი კანის ფერი, ამიტომ ძმები გრიმების ზღაპრისა და უოლტ დისნეის ანიმაციის თაყვანისმცემლები წუხდნენ, რომ ფიფქია უნდა განესახიერებინა არა მუქი კანის ფერის მქონე მსახიობს, არამედ თოვლივით თეთრ გოგოს. კინოკომპანიამ ამ ჩივილებზე ასეთი პასუხი გასცა. ზღაპრის ჩვენს ვერსიაში პრინცესამ ფიფქიას სახელი მიიღო არა კანის ფერის, არამედ ბავშვობაში თოვლის ქარბუქში მოყოლის გამო. მეორე სკანდალი ჯუჯების გამო აგორდა. ლიბერალებისგან დაშინებულმა კინოკომპანიამ გადაწყვიტა ჯუჯები კომპიუტერული გრაფიკით გაეკეთებინა, რამაც ამერიკელი ქონდრისკაცი მსახიობები გაანაწყენა. თითქოს ამით უნდა დამთავრებულიყო სკანდალები, მაგრამ ახლა პოლიტიკური ელფერი სკანდალი განვითარდა. ფიფქიას როლის შემსრულებელი მსახიობი რეიჩელ ზეგლერი აქტიურად მონაწილეობდა პროპალესტინურ და ანტი-ისრაელურ გამოსვლებში, რის გამოც ისრაელის კონსულმა ამერიკაში და ისრაელის მომხრეებმა ხალხს ფილმის მიმართ ბოიკოტისკენ მოუწოდეს. რეიჩელ ზეგლერი ამაზე არ გაჩერდა და სხვა სკანდალური აზრები გაახმოვანა. ჯერ ერთი რადიკალურ ანტიტრამპისტულ მოძრაობაში ჩაერთო და მერე მწვავედ გააკრიტიკა ზღაპრის სიუჟეტი. ზღაპარი უკიდურესად მოძველებულია, როცა საქმე სამყაროში ქალის როლს ეხება. მულტფილმი 1927 წელს გამოვიდა და სიძველე მაგრად ეთყობა. ანიმაცია ყურადღებას ამახვილებს ფიფქიას სასიყვარულო ისტორიაზე ბიჭთან, რომელზეც ეს გოგო გიждდება. განაცხადა მსახიობმა. მისი აზრით, თანამედროვე ქალი მამაკაცზე ასე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ის თავად უნდა ქმნიდეს თავის ცხოვრებას.
ზეგლერის კომენტარმა ზღაპრის გულშემატკივრები საშინლად გაანაწყენა. ფილმში დედინაცვლის როლს ცნობილი ებრაელი ამერიკელი მსახიობი გელ გადო ასრულებს, რომელიც ორივე ქვეყნის მოქალაქეა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მსახიობს ღაზას ომში მკვეთრად პროისრაელური მხარე უჭირავს. გელ გადომ შარშან ლოს-ანჯელესში გავლენიანი პირებისთვის რამდენჯერმე გამართა ფილმის ჩვენება, რომელშიც ჰამასის ისრაელზე თავდასხმის კადრებია აღბეჭდილი. ცხადია, მისთვის არასასიამოვნოა ზეგლერთან ერთად ფილმში მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ დუეტი ერთად წარადგინეს ოსკარზე, მათ თავი ერთმანეთისგან შორს ეჭირათ. არაბულმა სამყარომ, მათ შორის პრო-პალესტინურმა ძალებმა გელ გადოს ფილმს ბოიკოტი გამოუცხადა. მოკლედ, ფიფქია და 7 ჯუჟა და მისი გადამღები ჯგუფი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ამიტომ ამერიკაშიც და ევროპაშიც დისნეის კომპანიის ამ ფილმის პრეზენტაცია ნაკლებად პომპეზური იყო. შეშინებულმა კომპანიამ პრეზენტაციაზე ძალიან ცოტა ადამიანი დაპატიჟა. ფაქტობრივად არც მასმედია იყო წარმოდგენილი. პრეზენტაციის ადგილად ესპანეთის ქალაქ სეგოვიას სასახლეში არჩიეს, რადგან თავის დროზე ანიმაციის შემქმნელთათვის სწორედ ეს სასახლე გახლდათ შთაგონების წყარო. არადა ევროპაში პრეზენტაცია ძალიან დიდი და ლამაზი უნდა ყოფილიყო. კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მიმდინარე წლის 14 მარტიდან ქვეყანას მსოფლიოში ცნობილი ფინანსისტი 60 წლის მარკ ჯოზეფ კარნი მართავს. ის სკოლის მასწავლებლების მრავალშვილიან ოჯახში ჩრდილო-დასავლეთ კანადის პატარა ქალაქ ფორტსმითში დაიბადა. მარკ კარნის ოჯახი ირლანდიური წარმოშობისაა. მან ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სიღმაწვილეში ჰოკეით იყო გატაცებული და სკოლისა და უნივერსიტეტის გუნდებში თამაშობდა. ბაკალავრის წოდება რომ მიიღო, სწავლა ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც ჯერ მაგისტრის წოდება მოიპოვა და შემდეგ სადოქტორო დაიცვა ცნობილი ეკონომისტის მარგარეტ მაიერის ხელმძღვანელობით. სწავლა რომ დაასრულა, ამერიკულ საინვესტიციო კომპანია Goldman Sachs-ში დაიწყო შრომითი კარიერა, სადაც 13 წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობები ეკავა. Goldman Sachs-ის ლონდონის, ტოკიოს, ნიუ-იორკისა და ტორონტოს ფილიალებშიც იმუშავა. 1998 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ რუსეთის საგარეო ვალის რესტრუქტურიზაციას და სამხრეთ აფრიკის კაპიტალის ბაზრის რეფორმას ხელმძღვანელობდა. 2003 წელს მან Goldman Sachs-ი დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა, სადაც კანადის ეროვნული ბანკის დირექტორის მოადგილედ, 1 წლის შემდეგ კი კანადის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშნეს. უპარტიო მარკ კარნიმ ამ თანამდებობაზე 2007 წლამდე როგორც ლიბერალების, ისე კონსერვატორების მმართველობის დროს იმუშავა. იმავე წელს ის კანადის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი გახდა. მარკ კარნი დიდი ოცეულის ქვეყნების ეროვნული ბანკების ლიდერებს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მისი ამ თანამდებობაზე მუშაობა ცუდ დროს დაემთხვა. კანადა მთელს მსოფლიოსთან ერთად ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა. მარკ კარნი კრიზისს მშვენივრად გაუმკლავდა. დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის კანადა ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ეკონომიკა საკმაოდ სწრაფად აღდგა. კრიზისის წარმატებით დაძლევისთვის მარკ კარნი ბევრჯერ დაჯილდოვდა. Financial Times-მა იმ 50 ადამიანის სიაში შეიყვანა, რომელთაც მსოფლიო ეკონომიკაზე გავლენა აქვთ. Time-მა 2010 წლის 100 საუკეთესო ადამიანთა შორის დაასახელა. ჟურნალმა Euromoney-მ მსოფლიოს ეროვნული ბანკების საუკეთესო მმართველად გამოაცხადა. თითქოს უცნაურია, მაგრამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნი ქვეყნის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე წარადგინა, რითაც ის მე-17 საუკუნიდან დღემდე ეროვნული ბანკის პირველი არაინგლისელი მმართველი გახდა. დიდი ბრიტანეთის მასმედიის თქმით, ტრადიციული ინგლისისგან ასეთი ნაბიჯის გადადგმა მარკ კარნის დიდ აღიარებას ნიშნავდა. როგორც კანადაში,
დიდ ბრიტანეთშიც მარკ კარნისმა და მძიმე ეკონომიკურ პროცესებს, კერძოდ ბრექსიტს დაემთხვა, რასაც ის შვეული წარმატებით გაუმკლავდა. ბრექსიტის რეფერენდუმამდე მარკ კარნი ინგლისელებს ხშირად აფრთხილებდა, რომ ბრექსიტის გამო ბრიტანეთი შეიძლება რეცესიაში ჩავარდნილიყო. 2020 წელს 7 წლიანი სამსახურის შემდეგ მარკ კარნიმ დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბანკი დატოვა და კლიმატისა და ფინანსების საკითხებში გაერო საგანგებო წარმომადგენელი გახდა. ის ამავე დროს კანადის ყოფილი პრემიერის ჯასტინ ტრიუდოს არაოფიციალური მრჩეველიც იყო. მოგვიანებით მარკ კარნიმ კერძო ბიზნესში გადაინაცვლა და კანადის საინვესტიციო ფონდის Brookfield Asset Management-ის ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი გახდა. 1 წლის შემდეგ ამერიკის ელექტრონული საფინანსო მომსახურების კომპანია Stripe Inc-ს ჩაუდგა სათავეში. 2023 წელს მილიარდერ მაიკლ ბლუმბერგის თხოვნით მარკ კარნიმ ბლუმბერგის კორპორაციის ხელმძღვანელობა ჩაიბარა. ის არასდროს არ ინტერესდებოდა პოლიტიკით და არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა. ბოლოს კანადის ლიბერალურ პარტიას დაუახლოვდა, მაგრამ კანადის პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც არ მონაწილეობდა. კანადის ლიბერალები და კონსერვატორები ერთნაირი ძალისხმევით ცდილობდნენ მარკ კარნის თავიანთ ბანაკში გადმობირებას. კანადის მედიის კითხვას თუ რატომ არ ინტერესდებოდა პოლიტიკით, მან ხუმრობით უპასუხა, ცირკის მასხარაობა არ მინდაო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ მარკ კარნიმ პოლიტიკაზე რადიკალურად შეიცვალა აზრი. ეს ის დროა, როცა მსოფლიო ტრამპის გაპრეზიდენტებისა და მისი ტარიფების ომის მოლოდინში იყო. განსაკუთრებული დაძაბულობა ლიბერალებს შორის იგრძნობოდა, თანაც კანადელებიც ეთყობა გადაიღალნენ ჯასტინ ტრუდოს 10 წლიანი მმართველობით. შედეგად ტრუდოს ვადამდელი გადადგომა დადგა დღის წესრიგში, რომელმაც თანამდებობა ახალ ლიბერალ პოლიტიკოსს დაუთმო. პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენის უპირველესი კანდიდატი თითქოს ტრუდოს კაბინეტის ყოფილი წევრი ქალბატონი ქრისტია ფრილენდი უნდა ყოფილიყო, რასაც ტრუდომ და მისმა მომხრეებმა არ დაუჭირეს მხარი. მალე კომპრომისული კანდიდატი ნეიტრალური პოლიტიკოსი მარკ კარნი მოიძებნა, რომელიც არც ერთ პარტიულ დაჯგუფებას არ მიეკუთვნებოდა. საბოლოოდ ფრილენდიც დათანხმდა, რომელსაც მარკ კარნისთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს. მარკ კარნი ქრისტია ფრილენდის შვილის ნათლია ყოფილა. მოკლედ, კანადის ლიბერალურმა პარტიამ ლიდერად მარკ კარნი აირჩია და ის კანადის 24-მე პრემიერ-მინისტრი გახდა. მას როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში დიდი გამოწვევები ელოდება. პირველ რიგში მარკ კარნიმ პარტიის რეიტინგი უნდა გააუმჯობესოს და არჩევნებისთვის მოამზადოს. არჩევნები კი მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარდება. საგარეო საკითხებში მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ამერიკა და მისი პრეზიდენტია. კანადელები იმას გამოთქვამენ, რომ მარკ კარნი როგორც გამოცდილი ფინანსისტი ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების ომში ქვეყანას კარგად გაუძღვება. როგორც თავად ამბობს, კარგად იცნობს ტრამპს და მის პოლიტიკას და იმედი აქვს ადვილად დაძლევს პრობლემებს. მარკ კარნის კრიტიკოსებიც ხავს. ამბობენ, რომ იგი პოლიტიკაში სრულიად გამოუცდელია. საერთაშორისო ასპარეზზე მარკ კარნი ნატოს გაძლიერებისა და უკრაინის მხარდამჭერია. ამერიკასთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტებით პარიზსა და ლონდონს ეწვია ევროპასთან ურთიერთობათა გამყარების მიზნით. მიგრანტების საკითხში კანონის ოდნავ გამკაცრებას სურს, რადგან იცის, რომ მიგრანტთა დიდმა ტალღამ შესაძლოა წყობრიდან გამოიყვანოს კანადის სოцუზრუნველყოფისა და ჯანდაცვის ეფექტური სისტემა. იგი განვითარებადი ქვეყნების მიმართ დახმარების გაზრდის მომხრეა, რადგან მიაჩნია, რომ მსოფლიოში სოციალურმა და ეკონომიკურმა უთანასწორობამ იმატა, რაც კონფლიქტებს იწვევს. მისი აზრით, მდიდარ ქვეყნებს ღარიბი ერების დახმარების ვალდებულება აქვს. მარკ კარნის მეუღლე, ცნობილი ეკონომისტი დიანა ფოქსია. წყვილს 4 შვილი ჰყავს. მარკ კარნი აქტიური კათოლიკეა და ხშირად დადის ეკლესიაში. უყვარს სირბილი და ხშირად მონაწილეობს მარათონებში.
მიზეზთა გამო მარკ კარნი 3 ქვეყნის კანადის, ირლანდიისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, მაგრამ პრემიერ-მინისტრად რომ ირჩევდნენ, თქვა მხოლოდ კანადის მოქალაქეობას შევინარჩუნებო. ამჯერად ასე დავამთავრებ, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათს ისევ ერთად ვართ. ნახვამდის.